დღეს ვართ იმ ეპოქაში, როდესაც ინტერნეტმა ძალიან ბევრი რამე შეცვალა მუსიკის მოსმენის კულტურაში. გამახსენდა ახლა სპონტანურად ერთი შემთხვევა იყო, როდესაც MMA-ს ჩვენმა ქართველმა ძალიან სახელოვანმა მებრძოლმა გამოიყენა ასევე ცნობილი ქართველი არტისტის ეს გახმაურებული დოანიშვილია, ხო? დოანიშვილია საუბარი გამოიყენა. საავტორო უფლებებში არსებობს ძალიან ბევრი მითი, რომელიც ხშირად მოკლებულია ხოლმე სინამდვილეს. ყველაზე გავრცელებული მითი არის ის, რომ თუ ობიექტურად ხელმისაწვდომი არის მუსიკა, ის არის უფასო. ეს არის მოციქციკე ბომბი ჯიბეში. მე რო YouTube-ზე ვდებ მუსიკას, ვდებ ხოლმე, იმიტომ რომ პირადი მოხმარების მიზნებისათვის მოისმინოთ. მე რო Spotify-ზე ვდებ მუსიკას, ვდებ იმიტომ რომ პირადი მოხმარების მიზნით მოისმინოთ. მაგრამ ნებისმიერი გამოყენება, რომელიც ხდება პირადი მოხმარების მიზანს, ექვემდებარება ლიცენზირებას. თავარი არის ბიზნესმა იცოდეს, რომ ნებისმიერი ფორმით, რაც არ უნდა ფორმა იყოს, მუსიკის გამოყენება სჭირდება სათანადო ლიცენზია. იმიტომ რომ მე რო დავადო მაგალითად რაღაცა მელოდია, მაგალითად რამოდენიმე დამიგლო. რომელიც მოგწონს. კი. და მე რო დავადე მაგალითად TikTok-ის მიერ აი TikTok-ი ნაკლებად. აი TikTok-ი ავტორის გამონაკლისი რა არის? ავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის შემდეგ ეს ხდება ხალხის საკუთრება. შევდივართ სადმე დაწესებულებაში იქნება ეს რაღაცა კაფე, რესტორანი ან რამე მოლი ან მაღაზია, სულ რაღაცა ფონად ისმის მუსიკა, რომ განწყობაზე პოზიტიურად იმოქმედოს ბუნებრივია, ხო? მე მეორე შეცდომას ასასრულებ ხოლმე ხშირად ბეთჰოვენი უნდათ რომ გამოიყენონ, მაგრამ საავტორო უფლებებით ერთად არსებობს მომიჯნავე უფლებები და ორკესტრ, რომელმაც 2008 წელს ჩაწერა ეს ჩანაწერი კონკრეტულად, მას თავკუთარ ჩანაწერზე აქვს მომიჯნავე უფლებები, ამიტომ ესეც დაცვადია, ამიტომ ჩემთვის მისაღები ჰონორარის მინიმუმ 10 მაგი ოდენობა. ბევრი ხელოვანისთვის საკუთარი შემოქმედება უკვე არის საკუთარი არსებობის წყაროც. ზუსტად იმ ინფორმირების გამო, რომ რაც შეიძლება უფრო მეტი ადამიანი, მეტი ბიზნესი იყოს ინფორმირებული, რომ ამ ყველაფერს სჭირდება ლიცენზირება და მართლა შენი თქმის არ იყოს, რომ უნდა ვცეთ პატივი რეალურად იმ ავტორებს, ხო, იმ კომპოზიტორებს, შემსრულებლებს და ასე შემდეგ, ერთი განსხვავებით. ბიზნესის შევა ძალიან მნიშვნელოვანად გამახსენდა, მინდა რომ დავამატო თუ ვინმე გვისმენს ბიზნეს წარმომადგენელი, თქვენი კომპანიის სახელი, ლოგო, როგორც სასაქონლო ნიშანი, ასევე არის ინტელექტუალური საკუთრება და დაარეგისტრირეთ. იმიტომ რომ ხوان რო დაგასწროთ, დაკარგავთ იმ ყველაფერსაც გიშენებიათ ამდენი ხანი. ამდენი იურიდიული უფასო რჩევა, ხო, და სასარგებლო რჩევა, არ ვიცი, მე მგონი მარტო ბიზნეს ბეისიდან შეიძლება გაკეთდეს. ნამდვილად.